ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოკლევადიანი მოგზაურობის უფლება აქვთ. მოკლევადიან მოგზაურობაში იგულისხმება ტურიზმი, საქმიანი შეხვედრები, ახლობლის მონახულება, მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები, სპორტული შეჯიბრებები, სამედიცინო მომსახურების მიღება და სხვა მსგავსი საკითხები. უვიზო მიმოსვლის უფლება არ გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებში გრძელვადიანი დასაქმების ან სწავლის შესაძლებლობას. ამისათვის შესაბამისი ვიზაა საჭირო. სამუშაო ვიზის გარეშე ერთი დღე მუშაობამაც შესაძლოა გამოიწვიოს დეპორტაცია, შესვლის აკრძალვა ან ჯარიმა. ევროკავშირის ქვეყნებში ნებადართული მიზნით მოგზაურობისას საზღვარზე უნდა წარადგინოთ კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტები. მათ შორის ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი ან მასპინძლის მოწვევის წერილი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფა. შესაძლოა მესაზღვრა მკითხოთ თქვენი მოგზაურობის კონკრეტული მიზანი. თუ კონფერენციაზე, კონცერტზე ან სამედიცინო კვლევებზე მიდიხართ, თან იქონიეთ შესაბამისი დოკუმენტაციაც. გაითვალისწინეთ წესები და იმოგზაურეთ მშვიდად.